დილამ შვიდობის მეგობრებო, ჰაი. დაგიბრუნდით, როგორ ახართ, ხალხო? კარგად ხართ. მე უკვე გამზადებულ მდგომარეობაში ვარ. სახეც მოიწესრიგეთ, ხმაზე, ჟილეს გადავიდღლარძე და მე ვაპირებ გასვლას რაღაცები დამავიწყდა, ხო და უნდა ვიყიდო. ერთ ამავიწყდა, იქ ვერ ვიყიდე, მე სხვაგან ვერ გავიარე და საბოლოო ჯამში ვერ ვიყიდე. აი ეგრე გამოვიდა. მოდი ყავა დავადგეთ, სანამ კიდევ აზროდების არ იმაქ შერჩენი. ბატონო. მე რატო ზური ხარ მე გენაცვალა დედა დავდგა ყავა. დაიწე საყვარელო შენი ფაფა უნდა იმას აუხნა. მარიკოს ფაფა მოვუმზადე და ახლა უკვე და მიირთვას. ერთი წუთი დედიკო ყავა დავდგა და ახლა ვიმეცი. ქვერაშვებით ხალხო. მე ხვალ სოფელსა შინე მივდივარ. დღეს უნდა წავსულიყავით კი არა და დღეს მოიფიქრა ჩემაქმარვა და მეთქი ბატონო მეთქი მზად არო არ ანუ რაღაცები მოსაყიდელი საქმეები მოსაგვარებო ძმა ეგრე არ გამოვაბერთ ხარ. ამიტომ ხვალ მივდივართ მე და მარიკო და ჩემი ოღონდ წავიდეთ რომ ცდილ საქმე აქვს. ხო და აი ესეთი გაუგებრება იყო, მოკლედ ვერ გავიგეთ ვინ როდის მივდიოდით. ფილე გამოვიღე რომ გავალღო და ტრადიციულად სივწყალში ჩავდე, იმიტომ რომ ღვება უსწრაფეს დროში ხალხო ჩემი რჩევა არ ჩადოთ ცხელ წყალში, როცა გინდათ რომ გაალღოთ მალე. თავისით რომ გალღოს ეგრე ჯობია, მაგრამ ანუ ხვდებით რა. ნუ იმას გზავთ, ცოტა ჩაუსქელდა ფაფა მარიამს. ბატონო. ერთი წამი დედი ხელები ბარე მიმიანი მაქვს რა ქვია და ორ წამში მოგცემ შემოსიცოცხლე. მარიკო აღარაფერი გამოიღოდე, ფაფა უნდა მეირთვა. ხო და ესეთი ამბები გოგოებო მოკეთ დღეს რაღაცები უნდა ვიყიდო და ხვალ გაბეშურო. ბატონო? არა დედი არ გინდა რა, უნდა მიირთვა ფაფა. დედა მერე მიირთვი, შევთანხმდით? და მერე მე და შენ წავიდეთ რაღაცები ვიყიდოთ. კარგიდე? მაღაზიაში უნდა წაგიყვანოს დედიკომდე. ჯერ არა დედიკო. სოფელში? არა დედი, ხვალ მივდივართ სოფელში. ახლა მაღაზიაში თქო დედა და რავი რამდენჯერ შეიძლება გავიმეორო ვერ გავიგე ახლა საზეპიროა თუ რა ხდება. მარიკოს ფაფა მზად არის ყველა კუთხით. დედიკო მე შენ ახლა ფაფას დაგიდებ სიყვარულო სახატავსა და თან მიირთვი, კარგი? თან დახატე, შევთანხმდით? შევთანხმდით, ჩავუდოთ თავისი შედაგდმულს რო ყოვზი რომ მიირთვას ფაფა. სიყვარულო. მოდი ჩემოლავი. ისეთ ხმაური შემოდის იმიდან ქუჩიდან, აი არ გელახოთ ეგეთი არაფერი. კატასტროფული. მაგრამ ეხლა მე გზის პირას ვცხოვრობ, გოგოებო, ამიტომ აი როგორ შემოდეს ისეთ ხმა ნებისმიერი ადამიანის ამოსუნთქვა, ჩასუნთქვა, ჩურჩული, გავლა. მაგრამ აი ვიღაც რო იძახის ხოლმე, ან რაღაცა რო ხდება, ეხლა ფანჯართან ვდგავარ და იმიტომ მესმის ესე კარგად, მაგრამ რაღაცა რო ხდება ხოლმე ისეთი, ან ჩხუბები, რაღაცა ეგეთი. ეგრევე იგებენ ხოლმე ჩემები მაღლა სართულზე და მე აქ მე რომ მეტყვი რომ ეს მოხდა, ბატონო, არც ვიცი ხოლმე რა. ანუ ვერც ვიგებ აქ. თუ დახურული მაქვს რა, ფანჯრები ხმა იგრევე მაღლა ადის და ეხლა თუ გამოდა ფანჯრასთან ვდგავარ, თუ გავიგებ. რა მინდოდა დაიწყე შენდე? მე ირთვი დედიკო. რა მინდოდა. ესე იგი ამ სახში ბლითებს აღარ მოვიტან. კაცი შვილს არ უჭამე არ და როგორ მიყვარს და გოგო. არ
ვიცი რატო არ არაქიანი არ დაბა არაქიანი როცა ხარო ფაფაში კიდე მირთვი ფიქრობ ძალიან კარგი ის არის განათება ხარ გადამარა მოდი მარიკოს მივხედოთ და ამიტომ რა უნდა ქნადე ჭამა უნდა მირთვა ესეთი ამბები გოგოებო დავლიოთ ყავა მე აუცილებლად გავიქცეთ რაღაცა თან სარეცხი მინდა და გავრეცხო მაგრამ ქარი ამოვარდა და როგორი ქარიც თან თითქოს წვიმა რომ მოვაყოლოს ეგეთია მინდია და იმედია რომ არ იწვევს ჩუდი ამინდია ეს ხო ეს კარგი ამინდი ხო ჩემო სიცოცხლე ეს ჩუდი ამინდია გჭამს დედა არა თან ფაფა მირთვი გინდა მე გაჭამოდე ორო მაშინ მირთვი სიყვარულო მიდი რომ მივდივართ ჩემო სიცოცხლე ხო ამ დროს უკვე დასულები ყო ჩახდე მიდი შენ მირთვი ერთ წელს მე მოგიხმარებიდე კარგი მირთვი საყვარელო ახო არის გოგო ეს კარგი არა მირთვი დედა ისე რატო დაგეხმარო თუ შენ არაფერს არ შემისრულებ ვერ გავიგე და უნდა წავიდეთ თქოდე აღარ ბევრ ამას არ წავიღებ არ კი არა ვერ წავიღებ იმიტომ რომ აი ხა ბავშვით გეხვეწები რა შემიძლია კი დამხვდებიან იქ მაგრამ დიდუბემდე ხო და შიო მოჩაკ აი ცოტა დაგჩადე ხო და ну სადილები რაც მინდა გავაკეთო ალბათ იმას გავაკეთე და მხოლოდ იმას წავიღებ მიდი დედიკო მირთვი კიდევ ერთი და მე შენ გააფერა დედე გათმის ფილეს ვცე გავაკეთებ რა უნდა მაგას გეხვეწე ერთი მოხარშვა თავი მიწიე და ერთი მოხარშვა კაჩეჩე სხვათა შორის გოგოებო მაგისი ის მაქვს ნანახი შეგიძლიათ რომ სხვილ სახეხზე ჩამოხეხოთ ასევე მეორე ვერსია იყო კარტოფილის ათლელი როა იმით მაგითაც კარგად იმაშვება მაგრამ მე მაინც ყველაზე მეტად ხელით მიწონს რა ვიცი ორივენაირად მიყვარს ძალიან დაძენძილიც როა და მიყვარს ერთხელ გავაკეთე სხვათა შორის მსხვილები რა ანუ წვრილი კი არისო მსხვილად ეყარა და ბატონო ისე გავაკეთე და ისე მომეწონა რაღაცა უფრო კარგად წავიდა ღიჭვის დროს რა ვიცი ეგრე უფრო მესიამონა მე ეცდე ორივენაირად მიყვარს რა ადრე დიდად არ მივირთმევდი ხოლმე სიმართლე რო გითხრათ ანუ ქათმისალად დიდად აი რო გითხრათ რომ ჩემთვის რაღაცა მეფე იყო არც ახლა არ არის მეფე მაგრამ შედარებით უფრო მიყვარდა ხოლმე რა აი შედარებით მაგრამ ახლა ძალიან მიყვარს თუ შეიძლება რა მე უნდა ავიღო ფანკარი და არა შენ აიღე შვილო იკითხა რომ დავიხუზო და გადავემხო შენ არა შემი არ უნდა ხომ შევთანხმდით ამიტომ შენ არ უნდა აიღო გავიგე დედიკო რაც მიდეს ლექცია მიდი მე რატო ხმოი შვილო ამ ძაღლმა სიცოცხლე გაგვიწია მთელ უბანს ყმულით წადიდე ჯიშია ეგეთი რომ იძახიან მაგრამ რა ვიცი რამდენჯერ ესე დაიწყებს ყურის ვიღაცა კვდება და მე რა ვიცი და იმ ზარავს ეგრო ყმუის ცუდად ხდები მედი მე გაჭამოდე გინდა მოგეხმარო კარგი მაშინ შენ მიირთვი თორე ვერ წავალთ დედა წვიმა დაიწყება და დარჩები სახლში გინდა არა მაშინ მიირთვი მაშინ არ დავიწყებ ჭამას წვიმა მოვა და აღარ ჭავალთ კი ბატონო მიირთვი მარიკო მიირთმევ აი ხა მე ჩავიცმევ წავალ და შენ სახლში იყავი კარგი არა კარგი მაშინ მიირთვი დედა ძალიან მარტივად არის ორჯერ 2 აი ესე დედიკო მიწიე პირით შემოსაყვარელო ყოჩა დღეს კობასონა ვემშენიჭი მე არის ხმავრო ისე წაწივა დედა პალი არ გავაღვიძოთ ისვენებსო არ ვარ მე ვთხარ თუ რა ხდება ვერ გავიგე რაღაც ხუჩი ვერ მომესმა მე ვთხარ სწორად კერძოდ დედას ჩანსი რომ ჯექით
მე პატარა რა ვიყავი და მამა მეფერებოდა. მამა წავიდა ისევ შამპანიურები ვიყი. ვაიმე. გაიგეთ რა მოყვა? გახსოვთ თუ დედას მუცელში რო ვიჯექიო, მერეო მამა მეფერებოდაო და მერეო წავიდაო და შამპანიურები იყიდაო, ანუ რო დავიბადეო. ერთგვარ შევეცლიო. მერე დედა? მერე წავიდა და მოვიდა. დედიკო, შენ რო დაიბადე, პირველი მე დაგინახე და მერე მამამ დაგხედადე. ისეთი ის ქონდა ჭურულობა, იცო, ვერც მიეკარებოდა მას გაგანია კოვიდი იყო და ის და არ უბრალოდ შეახედეს ესე რა. ბუთქუცა ლოყებით დაიბადა. ისეთი ლოყები ქონდა, ხალხო გაგიჟდებოდით და ეს უნიფერი ლოყები. ისეთი ოღონდ წითელი კი არა, აი რაღაცნაირი ღია ვარდისფერი და ხალხო ქონდა უსუფთავესი კანი, ანუ აი ეგეთი სუფთა ბავშვი დაბადებული. აი რა ვიცი, ეგ იმას თქვა, რომ არის ძალიან იშვიათი, იმდენად კრიალა დაიბადაო და თავიც ისე სუფთა და აი ძალიან სუფთა ბავშვი იყო რა. ისეთი ღუმღულა იყო რაღაცნაირი, დიდაჟ გოგო. მერე დაიკლო და დაიკლო წოდაში ძალიან. ხო და მერე 4 წლის უნდა გახვდე ივნისში. დედიკო, მოდი რა მეგაჭამო თან დედიკო, მოდი ჩემო სიცოცხლე. დაგეხმარო რომ მივდივართ და მაშინ შენ მიირთვი ახლა. მე შენ მაჭამე. აი, ძალიან კარგი. შევთანხმდით და მოურიოთ. მაჭამე. კარგი, შევთანხმდით და შენ თავს პიცავარ შევთანხმდით დედიკო. ასე, გააფერა დედე, მე არ შეგაწუხებ, ნელა გაჭმავდე. ასე ჭამა ხო იცი რომ არ შეიძლება და კარგია. მარიამ შევამხედე რომ ჩაყვა დაუშვებელია დედა. დაუშვებელი. დედიკო, მერე მამამ შამპანიურები მოიტანა? და დაგლოცეს დე? მარიამს გაუმარჯოსო ასე თქვეს? კი. მერე წამოვიდა კობა სახლში, მოვიდნენ ჩემი მული მეორე დღეს. ჩემი ბიძაშვილის გოგო, ბიცოლა ჩემი აქ იყვნენ. ბერე ძალიან ბერი პუშტები. მორთეს, მაგი და ყველაფერი რაღაცნაირად ლამაზი რო ყოფილიყო დასახვედრად. სხვა გაწყობა შექმნილიყო. ჯერსაც სხვა გაწყობა, ეხლა ბავშვი მოდის სახლში, ვისაც არ ვიცნობთ, მაგრამ იცი რა ლამაზი ბუშტები იყო? იასამნისფერში იყო, მოკლედ ბუშტი. თეთრი იასამნისფერში სხვადასხვა ფერები იყო. ხო და იყო ძალიან ლამაზი რომ შემოვედი, აი ეს სრევლები წაომივიდა. ბერეს მერე მიყვებოდნენ რომ რაც ეგ ბერეთო, ვაიმე. რა გონი 120 წელი იყო, აი კიდაყა ჭკვიდა დავიციეთო. ეს არ ქონდათ გასაბერი და ბერეს იმით რა ქვია. პირით და აი ლოყები აზე მკოტაო ჯებაკვა რა ყმები მткиოდაო. დე მოგეწში დე, შენ რო დაიბადე და სახლში მოხვედი, მოგეწონა ბუშტები? რა? ბუშტები რო დაგახვედრეთ, რო დაიბადე, დაგვახვედრეს, მე და შენ რო მოვედით დე, ბუშტები მოგეწონა? და ვინ დამახვედრა? მამიკო, მანანა ბებომ ყველამდე ლამაზი მაგი და გაგიწყეს, ძალიან ლამაზი და მოგეწონა? გახსოვს? სიყვარულო, გახსოვს ეგ დღე, ვაიმე! ტორტის ჭამა. ხო, ტორტიც ჰქონდათ მოტანილი. მეტი ძილი შემოვხოხდი და შემოვგორდი ისე ცუდად ვიყავი. კარგი, თან უნდა დავხატო. კი, თან მიირთვი, მე შენ არ შეგაწუხებ, დედიკო. მიდი, მიირთვი სიყვარულო, მიდი. მიირთვი არ გაწუხებდე, მიდი. ისეთი კარგი ის იყო, ვაიმე მე რა წდიმე დაწინა. ხონჩით კობა დაგია და თეული.
დედიკო. აუ რა მეზარება ხედით ვინეგრეტის გაგეთე, აი როგორ მეზარება ვერ წარმოიდგენთ. ოღონდ ჭრისდების, ანუ ზოგადად კეთების პროცესი მიყვარს, მაგრამ მეზარება, აი რომ და ხარშო, ეგ მეზარება. ჰადე. მეტა არ ვკვდებოდა ეს ახალგაზრდა გოგო. გაგეზარება გოგო წამოვწი, აკეთე საქმე. მაგრამ რა ვიცი. დილითონები ყობად ქა, შემთხვევით ყავა ხوار დამიდგი მე ვთხარი არ მიდამედ. ოჰ, ყავა წავთახო. ჟენ არ იციდებო, ვიცი და მე ვთხარი. რეალურად მაინც ვერ დავიცინე. რა მოიფიქრე? ბავშვსაც ეღვიძა ის, მოკლედ ვერ დავიცინე მაინც რა. ეს რანაირად გდედიკო. არ ჩავარდე დედა. მაინც კი ვერ დავიძინე, მაგრამ ჰა. ვინც არა ლამაზი ვარ. ლამაზი ხარ დეაბარა. დედა, ესე იგი შენ იჯექი დედას მუცელში და მამა გეფერებოდა? გახსოვს რომ გეფერებოდა? დედიკო, ამაში იმდენი რამე ურევია რომ არ მოგეწონდოს просто დავიშოკები. გუშინ დედიკო ბაღში ხაჭო მიირთვესო. ბავშვებმა და მარიამაც მიირთვაო დე. მიირთვი ხო საყვარელო, მოგეწონა? მარტო ხაჭო მიირთვაო და აი ამდენი, აი ამაზე ცოტა პურიო. ხო, პური არ მინდა. ხო, მარტო ხაჭო გეყოფოდა. რას ფიქრობთ? შენ რას ფიქრობ? შენ რას ფიქრობ ვითომ? მე იმას ვფიქრობ დედიკო, რომ ხვალ სოფელში რომ წავალთ. იქ ყველას დაუჯერებ ბებოს, პაპას, მოეფერები ხო დე? ქათმებს არ დაარტყავ. კარგი დე? შეხო შევთანხმდით ხო? მერე ჩოდო არ არიან? სოდოა დე. და არ მოკვდებიან იმის ქათმები ძალიან. ბებო რო გეტყვის მარიამ ესე არ გააკეთო რაღაცაზე, უნდა დაუჯერო ხო დედა? ხო. არ უნდა ანერვიულო ბებო. ხო. რა არის შვილო რა სიხრჭო? მე ჩადის რასაც სიხრჭო, მაგრამ ყოიბე დავიშოკო. რა გახჭომ შვილო, პაპიჭამის დროს. ყენსა. ბატონო დე. კარაქიანი პური გიყვარ. კი, შენ? არა. ერთი იტყვა და კი. როდის იყოს კარაქია პურჭა? როდის იყო? ჩემთან ბავშვები რომ მიირთმევენ კარაქია პურს და რაც გავიხედებ ხოლმე და ჩემს შულს არ გვანა. კარაქი ვაფშე ის რა არის? თუ ფაფების გარდა ხო, აი ესე რომ მიირთვას ჩაისთან ან რამესთან ერთად, ანუ შანსი არ არსებობს. ქალბატონო. მიირთვი თან მივირთვა დედის გული? არ მისლი. არ გიშლი არაფერს, ჩემო საყვარელო, მიირთვი რომ წავიდე, აი მე ღმერთო იყოთ, კარგი ამინდი იყოს და მზე გამოვიდეს ახლა კაშკაშა. ვითომ კი არის თავისი ჭკუით, მაგრამ რაღაცა წვიმის ცა არის თითქოს თან. მედი ვწდები. დე, თანან არის მისლი ხელში. არა, და შემიშალე. ხო, კაი, ცოტა ბოდიში. არ მინდა ბოდიშებია. ტანჯები არ მინდა ბოდიშებია. არ მინდა. არა, ჩემო სიცოცხლე. მიდი გააფერა და უნდა წავიდეთ, მაგრამ რა არის? ბევრი იყო? კარგი ბოდიში. მიდი. ხან, ნუ მაჭმახონე, გოგო. როდემდე გავუძლებ ამ ყველაფერს, მე არ ვიცი. ჩემო ქორო ჩათა შალაგა რაღაცა წასაღებები რაღაცეები რა, აი რაც ვიყიდე მოკლედ და მიდოდა წაგვეღო. და გამიდიხარ მე თორე გაიყოლე. ეხა ხوار მაქსიმიზმის ტარებას. გვანცაო რა იყო? პასკარეტებაო რატომი? არქი. ეხა წავხეთ სალოფაში ჩადემეთ და რაც არ ეტევა. ცელოფანი ვიარო, ჩათა და ცელოფანი. ვარტოვი. აი, მე ვთქვი მაგერ პასკასაც მე წამოვიღებ. ნაბაი. მე ვთქვი დაენჩენი პასკა ჩაიდერაც ეტევა, მაგერც მე წამოვიღებ.
1 2 3 მოგიყევით ხო რომ ვეუბნებოდი რომ ვეთქი ამდენი პასკავი ამდენი დახოჯი ასეც უყო რა იყო კაცო ყველა იმის სასაფლაოზე შედიოდა თათვე პასკორა კიდოდ ამდენი მოგიყევით კიდეც ჰადეთ ეს ქალბატონი არა რო პასკა დევს აგერ სახლში და რეაქცია ნული ანუ ხო შეიძლება მოგინდეს my boy შეიძლება გააცრებლო ჯახი ვაცერფე უფლებით სხვადასხვა ინებს ადეთკო 5 კოზი დე თუ გიყვარდა რა 1 წავიდა რამდენი დაგჭა 4 დაითვალე 1 2 3 4 მიდი ხა შენ გააფერადე რომ მალე მივდივართ საყვარელო მიდი დედიკო აი მარიამ ისე მიირთმევ რომ აი ეხლა რომ გიყურებ ხო ანუ აღარ მშია ისეთი სახით მიირთმევს რომ აღარ მშია ხო იქაც მითხა მასწავლე ანუ აი ისეთი სახით ჯავს აი რო არ უნდაო აი სახეზე რო აწერო ბავშვს არ უნდაო რაც არ უნდა მშიერი იყოს რო არ უნდაო და რა უყვარსო ეხლა მეკითხავდა ბოლო დროს აი ხლა რა უყვარსო ამ პერიოდშიო რა ვიცი მეოთხარი ამ ბოლო დროს პაკეტი ამოიჭება მეთქი რადე ეგენი papa 3 კოზი დაგჭა ჩემო საყვარელო 3 და 1 მარიკო მორჩი გააფერადე 2 დაგჭადე ეხლა მოთხარი ბახშის პაკეტს არ მოუტად და არ არის შინაგანაწესი და არ არის ზორბა ვიცი მეუთხარი და ეგ არის რაც უყვარს ამ პერიოდში არ ვიცი რატო შეუყვარდა ასე ძალიან მაგრამ ზუგადაიდი ამას პაკეტზე რა გიდა რომ კითხო გრძელი მაკარონი კითხვის გინა მერე გაგიკეთოს დედიკო მერე რა გინდა გაგიკეთო დე ეგრია დედი ეგრია 2 დაგჭა 1 აჰა 1-იც გააფერადე და უნდა წავიდეთ და რაც მალე დავიწყებ საქმეს 3-მდე სახში ვერ მოვახცევდა მე ხო ვიცი ჩემბუდიალი თავისა იარული ის მინდა რა მე ამაკაკ რა ხდება დედიკო ახლა 2 დაგჭა ჩემო სიცოცხლე რა 1 აღწმეთ ცოტა ქალს დავემგვანოთ და წავედით არა ახლაც არ გავარ ახლა ჯიკოს მაგრამ მაინც რაღაცა ვთლად გაგიჟებული სახე არ მინდა რომ მქონდეს გასვლის მაგის დრო არ არის ხა კუწუ მივყვეთ ამის წას მას უცებ და გავედით დღეს პროცედურები უნდა ჩავიტარო გოგოებო უნდა წავისვალიო ოილის პროდუქციას თავზე თქვენით რომ მე აქტიურად ვიყენებ უკვე ლიო ოილს მაგრამ მარუკები უნდა ვიყიდო და ახალი დუხი კი ბატონო ამ პროდუქციას საუბარი რაც გავათამაშეთ და თქვენ წარმოიდგინეთ უკვე მე-13 უნდა გამოვიყენო და თმის სვენა აი ბღუჯებით რო ჩამომქონდა ხო ბღუჯებით ოდნავ შემცირებული მაქვს დღეს ვფიქრობდი რომ აი კიდე რო დავტესტავ მე უკვე რაღაცნაირად ვიტყვი რამდენ ხანში თქვა ცოტა შედეგზე რამდენ ხანში გავედი პირდაპირ ვიძახი მაქვს სრული შოკი შედარებით შემიმცირა ბღუჯა თვების ჩამოყარა შედარებით და ჯერ კიდე სადავარგაც აი მე თან შესახები მაქვს ეს ადგილი მაგრამ არ ვიცი ხა შევიღებო დღეს
მე ლიორის როგორ გამოვიყენებ დღეს თუ შევიღებავ ამას. არ ვიცი, ალბათ შევღებავ თუ არ დამეზარა თუ არა და იმას მივისხავ ჭაღარის. ალბათ უფრო მაგას მივისხავ. ნახოთ თუ არ დამეზარა. ასე. უოპლაც. ბატონო დე. კარგი გოგო ხარ ძალიან დე. კარგი გოგო ხარ დე. შევამოდის თეთრი მთვარე. კაცოვო, რაღაცა სხვა რო ქნა თუ არ შეიძლებაო? აქო YouTube-შიო. ყოველდღიური ვლოგი მოიცავს სხვა რამეს მეგობრებო. ყოველდღიური ვლოგი, აი ყოველ დღე, ხა კვირაში ერთხელ რო იღებდე, აკინძავ რაღაცა სხვადასხვა რაღაცებს და ყოველ დღე თითქმის რო დებ, ეს არის ყოველდღიური ვლოგი. და ყოველ დღე რო დებ, აი არ მაქვს კიდევ ერთხელ ვიმეორებ კაცო ეს ლაქშერი ცხოვრება, რომ რაღაცა საღამოებზე გატაროთ, fashion week-ებზე თუ რავი რაღაცაზე. ხო და რავი რაც მაქვს იმას გაჩვენეთ. შევა ბევრად საინტერესოც მაქვს რაღაცები და იმ წამს ვერ გაჩვენეთ ან რაღაც, მაგრამ ყოველდღიური ვლოგი ეს არის და რა ვიცი, რა გიტკა. ადამიანები არიან ოღონდ ხახაში შეკაფრით. არა აღარ მაქვს რეაქცია, ანუ ადრე უფრო ნერვიულობ. გამოცდილების ამბავია ყველა. კაცო არიან YouTube-ში ხალხი დაიმედეტა. ვინც იღებს ისეთ რაღაცებს, რაც მოგეწონებათ მაგათი თქვენ. დრონებით და მთელი ამბავი. ახალი დუხები უნდა ვიყიდო შენთვის. და გაფიცებთ ხა მე დრონის ადავაფრინო. მე 3 სართულზე და რა გაჩვენოთ? აი ამ დრონით. როგორი ამინდია? ახალი დუხები უნდა ვიყიდო და ახალი მარუკები. დიდი მადლობა. ამიტომ ვიძახი რომ შენთვისაც ყველა ჩვენი მაყურებელი ყავს. აი ეს დრონის დროს მოდის. ხორე ჩემი არ გამიწევ. კარგი, კარგი. დუხები. როცა ვიყიდი. აი ამ ზონაზე ხმალი ამომივიდა ძალიან კი მემჩნევა კიდეც და თან ვფიქრობ რომ კარგად ვერ შევღებე მაშინ აი ეს ზონა კარგად ვერ შევღებე იმიტომ რომ აშკარად ძალიან მალე შევამჩნი ეს სითეთრე და ეგრე მალეც არ ამომდის და ეგრევე მივხვდი რომ მეთქი აქ რაღაცა კარგად ვერ ვქენი მაგრამ ჩვენ ყველა ვიცით რომ უამიაკო ძალიან მალე გადადის ასე რომ არ ვტარდობთ კარგი გავამზადოთ მარიამი და გავიქცეთ. ეს იყო ჩვენი დილა, ჩემი და მარიკოსი. ყველაფერი რა თქმა უნდა არ გადამიღია, მაგრამ რაც გადავიღია, ეგ იყო ჩვენი დილა. იქნებ საღამოსაც შემოგირბინოთ. გემშვიდობება თქვენი დედო.